გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. რამდენიმე დღე გავიდა 4 ოქტომბრის არჩევნებგარი რევოლუციიდან და მინდა რაღაც კითხვები დავსვა და მევე შევეცადო იმ კითხვებზე პასუხი გავცე. რამდენად გამომევა ეს, არ ვიცი. არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, რომ რევოლუცია, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ იყო დაანონსებული, იმთავითვე ვერ შედგებოდა 40 მიზეზის გამო და პირველი ამ მიზეზთაგან იყო ის, რომ პოლიტიკისა ბატონ ბანს ისევე ესმის, როგორც მე ასტროფიზიკისა. ანუ არაფერი. პოლიტიკა, რევოლუციური მოძრაობა, იატაკ ქვეშა არარეგულარული მუშაობა და კიდევ ბევრი სხვა რამ ბატონ ბანს სრულიად არ ესმის. და არ ესმის იმიტომ, რომ ამ საკითხებთან არასდროს იყო გახახუნებული და როდის იქნებოდა კომუნისტების დროს ლენინური პრემიის ლაურეატი, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტი, დისიდენტობისგან ძალიან შორს იყო და საბჭოთა ხელისუფლება მას ხელის გულზე ატარებდა. ეფერებოდა, პატივს სცემდა, საზღვარგარეთ თვეში სამჯერ უშვებდა. დიდებისა და დაფნის გვირგვინებს არ აკლებდა. ასე რომ იმ დროს ის დისიდენტურ მოძრაობას ვერ ისწავლიდა. მისი ერთადერთი საზღვრნავი იყო, რომ დიდ სცენაზე სწორი ნოტი აეღო. და იმ ბნელ წლებში, როდესაც ჩვენ ყველანი სააკაშვილის მაგალითისამებრ საბნის ქვეშ ჩუმად კრიზდებურგს უსმენდით, ბატონი ბანი დაბრძანდებოდა უცხოეთში, დასეირნობდა ჯინსებისა და ვიდეო მაგნიტოფონების სამყაროში. მონა ლიზას უცქერდა ორიგინალში, კორიდაზე ხარს გულშემატკივრობდა და მიირთმევდა ანანას შამპანურში. ასე რომ რა რევოლუცია და როგორ უნდა ჩამოაგდო ხელისუფლება, თანაც მშვიდობიანად ამის ბაიბურში არ იყო. გავიდა წლები. როგორც დავინახეთ, ამის ბაიბურში დღესაც არ ყოფილა ბატონი ბანი. აბა რომ ყოფილიყო ასეთი ბრიყული გზით არ მივიდოდა თავისი ცხოვრების ჩემი აზრით სრულიად არალოგიკურ დასასრულამდე, ანუ ციხემდე. წინასაარჩევნო ხშირად უსმენდი მის ფსევდორევოლუციურ გამოსვლებს, რადგან ძალიან მახალისებდა. მეგონა რაღაც მომენტში ის თვითონ მიხვდებოდა, რომ აბსოლუტურად არათავისი საქმიანობით იყო დაკავებული. გაანებებდა თავს ამ აბსურდულ საქმეს და წავიდოდა, მიუჯდებოდა ფორტეპიანოს და ბავშვებს იავნანას უმღერებდა. მაგრამ არა. როგორც ამბობენ, ეშმაკი შეუჯდა, ტვინი გადაუტრიალა და ბოლომდე აგემა დამსახურებული, წაგების მწარე გემო. მაგრამ აქ კიდე ის უფრო მაინტერესებს, ვინც მის გვერდით იდგა, ვინც მას დაუჯერა, ვინც მას გაყვადა, ვინც მასთან რაღაც გეგმასა და სიურპრიზს ელოდებოდა. ისინი თავისი სხეულის რომელი ორგანოთი ფიქრობდნენ, როდესაც ამპარტავან და მედიდურ ბანს უკან მისდევდნენ და ბოლომდე სყვირობდნენ. როგორც მომახსენეს, ამათი ნაწილი რიგითი დაქირავებული კლაკიორები იყვნენ, ვისაც ფულს აძლევდნენ და ამის სანაცვლოდ ისინი ბურჭულაძეს კი არა დონ ჟუანს გაყვებოდნენ ჯოჯოხეთში. მაგრამ ნაწილი უფულადაც დასდევდა მას. სასუდავია. კარგი, ამის გაგებაც მეტნაკლებად შეიძლება, მაგრამ ათონელის რეზიდენციას რას ერჩევდნენ? ათონელზე პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმით აღება რაღაც უნდოდათ. უბრალოდ რა ეგონათ, აიღებდნენ იმ რეზიდენციას და მერე რა? მერე პაატა ავტომატურად შალაპინი გახდებოდა? მერე ირაკლი კობახიძე მუხმოდრეკით მივიდოდა პაატასთან და თავის ჩაის დაალევინებდა? მერე მთელი მოსახლეობა აღიარებდა ბურჭულაძეს როგორც ერთადერთსა და განუმეორებელს, ოღონდ არ ვიცი რას. ერთმა მოაზროვნე ადამიანმა, როდესაც ეს კითხვა დაუსვი, რა უნდათ მეთქი ათონელის რეზიდენციისგან, თავისი ბრძნული სიტყვა მითხრა. ჩვენ ქართველები 200 წლის მანძილზე ჯერ რუსეთის იმპერატორულ და მერე კი კომუნისტურ კრემლს ვაბითურებდითო. ვაჯერებდით, რომ ვართ მათი ყველაზე გულმხურვალე მომხრეები. ამას თვით გადარჩენის მიზნით ვაკეთებდით და გადავჭით კიდეც. ხომ გახსოვს, შევარდნაძე ბრეჟნევს ეუბნებოდა საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და ბრეჟნევსაც უხაროდა და საქართველოს რაღაც პრეფერენციებს უკეთებდა. ამიტომაც იყო, რომ მომარაგებით საქართველო საბჭოთა კავშირში ყველაზე მოწინავე პოზიციებზე იყო. კი მახსოვს უპასუხე, მაგრამ ახლა ხომ სხვა დროა. კრემლმა ჩაყვინთა მეთქი დიდი ხანია. დრო არასდროს იცვლება, მიმპასუხა მოაზროვნემ.
კრემლმა კი ჩაყვინთა, სამაგიეროდ ბრიუსელმა ამოყვინთა და ზოგიერთი ჩვენი ადამიანუკა ახლა ბრიუსელისგან ელოდება პრეფერენციებს და ამიტომაც მათ ერთგულების სცენებს უთამაშებს. ანახებს, აი რა მორჩილად ვასრულებთ თქვენს დავალებას, ვებძვით სასახლეებს, ვასრულებთ რეჟიმებს. ევროპაა ჩვენი მამა და დედა, ასე რომ თქვენ დაუკარით, ჩვენ კი ვიცეკვებთ. მოკლედ ეს ჩვენი ადამიანუკები ცეკვავენ, ქმნიან ასე ვთქვათ, ერთგულების სურათს და ანახებენ დასავლეთს, რომ ბრძოლა გრძელდება. ბრძოლა ნათელი ევროპისთვის. ამიტომაც ეძგერდნენ ათონელის რეზიდენციასო. ასეთივე წარმატებით შეეძლოთ მუშტაიტში მრუდე სარკეებიანი ოთახი აეღოთ შტურმით. შედეგი ერთნაირი იქნებოდაო. ანუ ნული. სამაგიეროდ ჩაეთვალათ, რომ მოძრაობენო. იმ მოაზროვნე კაცის სიტყვები რომ მოვისმინე, ვიფიქრე, იქნებ მართლა არის ამაში დიადი გლეხური სიბრძნე. გლეხური, ტლანქი, შინაქსოვი და ჭეშმარიტი. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.